ყველას მოგესალმებით. დღეს საუზმეზე ისევ წიწიბურა მაქვს, როგორც ხედავთ, ჯერ არ მომწყინდა. ესე კოხტად ლამაზად შევაპიწყინებ ტაფაზე. ბოსტნეულიდან ეხა დავიჭრი ნახევარ პამიდორს და ნახევარ ბულგარულ წიწაკას. მარტო წიწიბურა არ მიყვარს, ამიტომ კვერცხსაც შევიწყო და ცოტა ველს მოვაყრი ცოტა. აი ესე. ცოტა ხანი დავტოვებ. ოდნავ სველი მინდა რომ იყოს კვერცხი და ვნახოთ როგორ გამომივა, არ ვიცი, ხან გამომდის, ხან არა. ამასობაში დავჭერი ნახევარი პამიდორი და წიწაკა ბულგარული. დავამატე ცოტა სვანური მარილი და კახური ზეთი. ისე რომ ბოლოს ეს წვენი დარჩეს, რომ პურით კარგად გემრიელად მივირთვა. გიждები ამ წვენზე ბოლოს რო რჩება ხოლმე პურთან ერთად არის რაღაც საოცრება. და პურის პატარა ნაჭერს გავიცხელებ. მოსობაში მგონი ჩვენი კვერცხი მზად არის. ესეც ჩემი უგემრიელესი საუზმე. მზად არის. ეხა პურით შეიბრაწება და მივირთმევ. ძალიან გემრიელად. მე მგონი კვერცხი როგორც მინდოდა გამომივიდა. ეხლა ვნახოთ. ცოტა სველი თუ არის. კი. ზუსტად ესეთი მინდოდა, ასე რომ ამჯერად გამომივიდა. ხანდახან ვერ ვასწრებ ხოლმე და ბოლომდე ჩახარშული არის ხოლმე, მაგრამ აი ის არის, რაც მინდოდა. და ყველით ძალიან კარგად ჩადნა. ჩავითოთ რამე საინტერესო. და ვუყუროთ, მივაყოდოთ თეფს. და ვუყუროთ. ვაგრძელებ ჩემს ვლოგს, მოკლედ ეხლა მოვედი, საყიდლებზე ვიყავი გასული, ხო და ბევრი რაღაცები ვიყიდეთ, მე და მარიტამ ამჯერად და მოდით ვნახოთ აბა რა ვიყიდეთ. აი, დავიხალე. საიდან დავიწყო? მოდი დავიწყებ ორი ნაბიჯის პარკით. დავიყიდე ორ ნაბიჯში. ესე იგი, ჩემი საყვარელი შოკოლადები, ორიცალი. ნალექიანი ყავა გამითავდა და აი ეს ვიყიდე. ეს ჯერ არ გამისინჯავს. იაკობსის და არ ვიცი როგორი არის, ვნახოთ აბა თუ მომეწონება. აქციაში იყო დღეს და მოკლედ მე მგონი 4 ლარი ღირდა და ეგ ვიყიდე. ესე იგი, მექსიკური კარტოფილის სუნელი. ეს ნატალი მთხოვა გუშინ მექსიკური კარტოფილი და რო დავინახე კიდე კაი გამახსენდა და ეგრევე ვიყიდე. აღარ მაქვს რძე. ორი ცალი ესეთი რძე ვიყიდე. მარიტა შეგიძლია ესენი წაიღო? თან შეალაგე. ჩემი ასისტენტი. ქათმის ფილე ვიყიდეთ. ქათმის ფილე ძალიან მოკლედ უყვართ ყველას ჩვენ სახლში. თან რას ვაკეთებ, თან რას ამით და ამიტომ კარგად ვიყენებთ. მივიწვევ. აი ეს ვიყიდე პირველად. ქათმის შნიცელის, ხო, ქათმის შნიცელი, აი არ ვიცი როგორი იქნება. ადრე გვიყიდია გამზადებული. და ძალიან გემრიელია, უყვართ ბავშვებს და ესეთი გაყინული არ მიყიდია და ვნახოთ აბა როგორ მოეწონებათ. ესე უცებრო რაღაცა გჭირდება. უცებრო მოამზადო, მე მგონი კარგია აერობლოში. ალბათ ადვილად მომზადდება. და ესეთი ორაგულის სტეიკი ვიყიდეთ. ესეც უყვართ ბავშვებს, უწევს მე და მარიტას უყვარს. ნატალის ბოლოშას არც ისე. ხო და აი ესეც ორ ნაბიჯში ვიყიდეთ. ესე იგი ხაჭო. ესეთი ხაჭო. და რა თქმა უნდა ეს მარიტას ნაყიდი.
ისინი მაკოფეები თუ რა ქვია. მოკლედ აი ესეთებია რა. ზოგი ესეთი, ზოგი ესეთი. ეს ის არის დუბაის ხო? დუბაის შოკოლადის გემოთი და ეს კაპუჩინო. ეს მილკასი, ეს კარამელი. ხო, ეს მე მეც გამასინჯე. გემრიელია, გოგიშა. მე მგონი ადრე კი, მაგრამ მაინტერესებს. უიდე კიდე იცი რა მაინტერესებს? თუ ვინმე ვიცით, სად შეიძლება გავსინჯოთ გემრიელი მატჩა. ნამარდა ძალიან აინტერესებს და აი მაგალითად ის პოინტში თუ არის სადმე შეიძლება იმასწავლეთ, იმიტომ რომ მაინტერესებს მეც და ბავშვებს მინდა რომ გავასინჯო, არც ვიცი როგორია და მოგვეწონება თუ არა, მაგრამ მე თქო გასინჯო და ალბათ ღირს. შემდეგი არის აი ესეთი ლიბრეს პარკი. ვინც ხშირად დადიხართ? კი. შენი საყვარელი ხაჭოები. ლიბრეში ვიყიდეთ ბერძნული იოგურტები, აი ესეთები ხახალი. ეს მარწყვის არის თუ ჩვეულებრივი? ეს ჩვეულებრივია. ჩვეულებრივია. ის ხილისები არ არის. ეს ჩვეულებრივები ძალიან კაია. რაღაც სიროფიანები რო ჩამატო, მე ესენი ჩვეულებრივი. ხო, მაგრამ მე წინაზე რო ვქონდათ. ხო, იქ რაღაცა ბერძნული იოგურტი, ხო, ხილისები ძალიან კარგები იყო. მომწონდა მეც და ეს ვარდის ჩვეულებრივია. 0%-იანია და ის ცისფერი როა, ის 10%-იანი. ხო, სიმართლე გითხრა, მე რო გავსინჯე ბერძნული იოგურტი, ჩემთვის მაწვნის გემოვდა. რა ვიცი, რატო გიждდებიან ამ იოგურტზე? სასარგებლო. გემრიელი. ავოკადო ორი ცალი, აი ესეთი. იმედია რომ მწიფეა, ოდნავ რბილი კი არის. რომ მოგვინდეს. აი ესეთი კვერცხი. საგარეჯო ბაზარის უკვე. ხო, კვერცხი კი გვაქვს, მაგრამ მაინც კიდე ვიყიდე, რომ აი კვერცხი ყველა ჭამს ყოველ დღე დილაობით კვერცხს მივირთმევთ. ეს ვიყიდე ესეთი შეფ მაისტერის სალიამის, მოკლედ ცეხვი, რომელიც პატარა არის, მაგრამ მაინც ეგდოს სახლში, აი უცებრო ვინმეს მოუნდეს ბუტერბროდი, უცებრო გაიკეთოს და ეს კევი მიირთვას. ეს კევი მარიდა მიყიდა. ეს ტუნა, ისა რა ქვია? ტუნა თუ რა ვიცი რა ქვია, ტუნიაც რა, მოკლედ ეს თევზი რო არის, ხო იცით, ეს ამას მარიდა ჭამს. მე არ მიყვარს ეს თევზი, გავსინჯე, ადრე ბავშვობაში გამისინჯავს და არ მიყვარს და ეხა მაინტერესებდა რომ გავსინჯე, გამახსენდა ის ბავშვობის ძველი გემო და მივხვდი რომ არ მიყვარს მე ეგ თევზი. რაღაცნაირი თავისებური გემო ხო აქვს, სხვანაირი. ხო, რაღაც მე მგონი ბაღში მაჭმევდნენ თუ რაღაცა და მოიცა სვანური მარილი, აი ესეთი. ეს სვანური მარილი ბაზაა, ეს უნდა გქონდეს აუცილებლად. კიტრთან და პომიდორთან ერთად აუცილებლად. ეს არ ვიცი, რაღაც კეჩუპი არის ესეთი. წვადის სამწვადე კეჩუპი. წვადის გემოჩიო და რა თუ წვადისთვის რა ვუწევთ, აი ესეთი კეჩუპი ვიყიდეთ. მინჩიკები ვიყიდე, ესეთი სწრაფი მომზადების მაწონი. აი ეს მე მიყვარს მაწონი. მე მიყვარს მაწონი ტკბილი პურთან ერთად. ანუ ცოტა შაქარი და პურჩაყრილი ვაიმე. ეს არის აი უგემრიელესი გიждები. რო აი ზოგს რო არ უყვარს, ხა მაგალითად ეგ. შეიძლება ეგეც ბავშვობიდან მოდის, იმიტომ რომ ბებო მიკეთებდა ხოლმე. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ეხაც დღემდე ეგრევე ჩამხოლმე. პური ესეთი და ესეთი. ეს ძალიან გემრიელი პურია სხვადასხვა. და ეს პური ამას ვაცხელებთ ხოლმე იმაში, ტოსტერში და ხრაში უნდა ხდება და გემრიელი არის მერე. აი, ეხლა გადავიდეთ მაღაზიებს და მარკეტებს მოვუშვით, ეხლა გადავედით უბნის მაღაზიაზე, სადაც ყველაზე გემრიელებები იყიდება. როგორც წესი, რასაც მარკეტში ვერ იყიდი. მოკლედ, აი ესეთი მარწყები. ძალიან გემრიელად გამოიყურება. დიდები არის და ლამაზები. ბალი. ესეთ გოგრა ბალი არისო. გარგარი.
ცოტა ესეთი მაგარი და ეს ცოტა რბილი, წითე გარგარი ესეთი მოწითალო. ეს მარიტა მე მინდაო, თორემ მე ესეთი უფრო მიყვარს. ეს კბილებია და რა. ხო. პომიდორი, მარნეულის პომიდორი ვიყიდეთ. ფასები აღარ მახსოვს, სუამერია ყველაფერი, მაგრამ ეგ მახსოვს, რომ ყველაფერი ძვირი იყო. არა, ხო, მთლიანობაში 100 ლარამდე კი დამიჯდა, აი ეს მარტო ხილბოსტანის მაღაზია, თორე იმაზე რომ ლიბრეზე დავრნობიჯდა, ცალკე იყო კიდე მან. ხო და აი ეს ვაშლები ვიყიდეთ, ესეთი შავი თუ წითელი ვაშლები. ესეთი რომელიც შესახში ვაშლია. ფუჯი ეს მარიტას საყვარელი ვაშლი არის. ესო დაინახა. თვითონ იმაზე უკვე მივხვდი. ხო, თავიდან ეს ამის ყიდვა მინდოდა და ეს რო დაინახა, ესენი გადამაყრევინა და ესენი იყიდეო. კიტრი, აი ესეთი მწვანე. მუქი მწვანე კიტრი და ღია მწვანე. აი ეს სვანაირი კიტრებიც. და ისა როგორ ბულგარული როგორც ხედავთ. ხო და კიდე ალუჩა, ეს ალუჩა დედამ გამომატანა. დედა ჩემთან მიყავდა და ესეთი ალუჩა გამომატანა. ხო და აი ესეთი ამბები მეგობრებო, ესეთი როგორ გაგახარეს. ხო, კი, ალუჩა ჯერ კიდე არის კარგები, მე რომ მიყვარს ისეთი, ცოტა ხანში უკვე დამწიფდება და ეგეთი აღარ მიყვარს. მე ტიპი მიყვარს. ხო და ესე მოკლედ მეგობრებო, ვიყიდეთ ეს ყველაფერი ალბათ რამდენიმე დღის თემაა. განსაკუთრებით ხილი შეიძლება დღესვე შეიჭამოს. მაგრამ ხო, ეხლა გადასულები ვართ აი ბოსტნეული და ხილი მინდება მარტო. იმიტომ რომ ზომია. აი ესე გავრეცხე ხილი. და ეხლა მივირთმევთ ვიტამინებს. დავანაწილოთ ეხლა კონტეინერში, რომ მაცივარში ჩავდოთ ამართ მოვაცილ კუნწებს. და მარიტა გავაგზავნე ექსპრომტად აი ამ რაღაცეებზე. იმიტომ რომ მე და ბავშვებმა გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ ტორტის კრემი. ეს შუს კრემი რო არის, ხო იცით, ეკლერის კრემი, აი ეგ მინდა რომ გავაკეთო და მარწყთან ერთად მივირთვათ როგორც დესერტი. ანუ მე ვიკითხე რომ ტორტი ხარ გავაკეთოთ ხო? ვცადოთ ხო, მაგრამ არაო ტორტი არ გვინდაო, ეს ბისკვიტი არ გვიყვარსო, საერთოდ არ ვჭამთო და არ ვიცი საიდან მოიტანეს, მაგრამ მეც ყველაზე ძალიან ეხა ტორტში მაგალითად ეს კრემი მიყვარს, შუ და ეკლერიც მაგიტომ მიყვარს, რომ გიждები მაგ კრემზე და არ ვიცი რამდენად გამომივა, არასდროს არ გამიკეთებია. ეხლა უნდა გავაკეთო პირველად, ადრე ფატიმ დამიწერა, მე ჩავიწერე უბრალოდ რეცეპტი ტელეფონში, მაქვს ჩაწერილი და ვცდი რომ მაგ რეცეპტით გავაკეთო. იმედია რომ გამომივა. ასე რომ ესე რა, მოკლედ მინდა რომ ეს კრემი გავაკეთო და მე მარწყები ჩავყაროთ და ვჭამოთ ისე როგორც აი ტარტალეტკებს რომ აქვს, ხო იცით ეს კრემი, აი გვიყვარს და ყოველთვის მაგ ტარტალეტკას რო ყიდულობთ, კრემს ვჭამთ და იმას ვაგდებთ ხოლმე და ანუ რა საჭიროა ზედმეტი ბისკვიტები და რაღაცები, როცა არსებობს მხოლოდ კრემი, ასე რომ ესე. ეხლა ვაპირებ რომ ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ვნახოთ რა გამოვა. კი, აი ესეთი ქვაბი მაქვს. ამაზე პატარა ვერ ვნახე, მინდა რომ თან ცოტა სქელძირიანი იყოს, რომ არ დამეწვას და არ მიმეწვას. ამიტომ დავიწყოთ აი ამ ქვაბში. ჩავასხავ ეხლა ზგუშონს. დავიტანე, მოკლედ მოხარშე ძლივ. ძალიან დიდხანს ვურია და აი ესეთი კრემი გამოვიდა. ეხლა ცოტა ხანში კარაქს დავუმატებ, ჯერ ეს გაგრევდეს, მე კარაქს დავუმატებ და გამოგვია ნამდვილი ტორტის კრემი, მაგრამ ტორტს არ ვაკეთებ. ეგაა ტორტი. ვარ გავაკეთებ მარტო მაგას ჭამთ ხოლმე. არ გვინდაო, არაფრით არ უნდა. დესერტის მომზადებამდე ჯერ სადილის დრო არის და სალათასთან ერთად მოკლედ გავსინჯე ეს ნაგეტსი თუ რაც არის და დავიწყე ჩვენი უბისკვიტო ტარტალეტკების მომზადება. არ ვიცი ოღონდ რა ქვია ამ დესერტს, ალბათ რამე სახელი ექნება, მაგრამ მე არ ვიცი. ელიანობა
ახლა კიდე ვფიქრობ გავაკეთებ ესეთებს რამოდენიმეს. მოკლედ ესეთი რაღაცა დესერტი არის მარწყვით და კრემით, არანაირი ბისკვიტი არ აქვს. და ვნახოთ აბა, ეხლა ჩავდებ მაცივარში და ვნახოთ მე როგორ მოგვეწონება. კრემი უგემრიელესია და მარწყვი და კრემი ერთად ხო იცით რა გემრიელია, ამიტომ მგონი რომ ყველას მოეწონება.